მარჯანიშვილი იყო თანამედროვე ქართული თეატრის დამფუძნებელი. და თუ დღეს უახლესი ქართული თეატრი არსებობს, ეს არის მისი დამსახურება. იგი გახლავთ არა მარტო თეატრის, არამედ კინოს და ოპერის რეჟისორი. თავისი არსით ეს იყო შემოქმედი. კოტე მარჯანიშვილი იყო იშვიათი გენიოსი. ძალიან გემოვნებიანი, შემოქმედებითი ჭვრეტა ჰქონდა. ვიზიონერიც იყო, დამკვირვებელიც და პრაქტიკოსი, რომელიც მუდმივად ეგზებდა ახალ და რაც არის პოულობდა. ეს იყო ძალიან განათლებული ადამიანი. ზუსტად შეეძლო მოეძებნა ის ნაწარმოები, ზუსტად იმ გასროლილი ისრების სამიზნეებისთვის, როგორიც იყო იმ პერიოდის საზოგადოება. შეეძლო დაედგა როგორც ტრაგედია, ასევე კომედია, ასევე არავერბალური ხერხები, კონცეპტუალური სათეატრო ხერხები. შეეძლო დაედგა ექსპრესიონისტული დრამატურგია, რომელსაც რეჟისორის აბსოლუტურად სხვა ხელწერა ჭირდება. კოტე მარჯანიშვილი იყო პირველი რეჟისორი საქართველოში, ვინც ქუჩის სანახაობა დადგა თბილისში. კინოხერხები პირველად გამოიყენა კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლებში. მანამდე უკვე კინოში ჰქონდა ნამუშევარი. მონტაჟის პრინციპი შემოიტანა პიესი და წამოწეული ის მომენტები, რაც მას აინტერესებდა. მნიშვნელოვანი მასობრივი სცენებიც ჰქონდა. ჰქონდა, რასაც ჩვენ დღეს ფსიქოლოგიურ თეატრს ვუწოდებთ. ანუ ერთ სპექტაკლში გაერთიანებინა სხვადასხვა სათეატრო ხერხები და სხვადასხვა სათეატრო მიმართულებები. პოლისტილისტიკა იყო მისთვის დამახასიათებელი. ამით იყო იგი უნიკალური. მას ყველაფერი შეეძლო და იგი ყველაფერს აკეთებდა. ყოველთვის იყო ახალგაზრდა შინაგანად. კოტე მარჯანიშვილი იყო დიდი პედაგოგი. გაზარდა მთელი პლეიადა ქართული თეატრის მოღვაწეებისა. კოტე მარჯანიშვილი როცა ქმნიდა თეატრს, ირგვლივ შემოიკრიბა გენიალური ადამიანებთან ერთად იმუშავეს და შექმნეს შედევრები. მსახიობი, მისი მოწაფეები კი არ იყვნენ, მისი მიმდევრები. კოტე მარჯანიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც მაწანწალის და მათხოვარის პროფესია, რასაც იცვლებოდა მსახიობობა, გადააქცია კუმირებად. შექმნა ის მსახიობები, ის პლეიადა, ვინც შემდგომ შექმნა მთელი ეპოქა ქართულ თეატრში. თამარ ჭავჭავაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე და ასე შემდეგ. კოტე მარჯანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც თეატრში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მხატვარი მოიყვანა. გამრეკელი, ბადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოცხელი და ასე შემდეგ. შეეძლო რომ ისეთ პატარა ბიჭთანაც კი, როგორც იყო პეტრე ოცხელი, ახალი ეკეთებინა და განამტკიცა ის აზრი, რომ თეატრში ყველაფერი უნდა მოქმედებდეს ერთი იდეის გადმოსაცემად. ეს კონსტრუქციები ძალიან ახალი იყო იმ პერიოდისთვის. თანამედროვეობასთან იყო შერწყმული, არ იყო თქვათ მატერიალური საშუალება რაღაცის გაკეთების. და აი საოცარი გამომგონებლობის უნარი ამ მხრივად. კოტე მარჯანიშვილმა ირგვლივ შემოიკრიბა ქორეოგრაფი დავით მაჭავარიანი, კომპოზიტორმა თამარ ვახტვახიშვილმა კოტე მარჯანიშვილთან საეტაპო 7 სპექტაკლი გააფორმა. დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ ქართული დრამატურგია განვითარებულიყო პოლიკარპე კაკაბაძესთან ერთად და დადგა კიდევაც მისი ყვარყვარე. ასევე თავლა დადიანი. მოცდილი კადრებიც ჰყავდა. საქართველოში არის ერთი ადგილი, ყვარელი ქვია სახელად. როგორც ჩანს, მადლიანი ადგილი, იმიტომ რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი სახლია. ერთში ილია ჭავჭავაძე დაიბადა და მეორეში კოტე მარჯანიშვილი. დაიბადა აი ამ შენობაში 1872 წელს. ეს შენობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ააგო კოტე მარჯანიშვილის პაპამ, სოლომონ ჭავჭავაძემ. ფათაშორის ეს შენობა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 1957 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით დაარსდა მარჯანიშვილის სახელობის მუზეუმი. 2007 წელს ახალგაზრდა მეცენატმა ბატონ ლაშა პაპაშვილმა გადაწყვიტა, რომ ხელი შეეხო ჩვენი მუზეუმისათვის და აი ასეთად წარმოვიდგენთ, როგორიც არის ახლა.
თუ პატარა იყო, როდესაც იქ ატარებდა თავის სპექტაკლს. თვითონ იყო მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მუსიკალური გამფორმებელი, ყველაფერი. კოტე მარჯანიშვილის მამა სამხედრო ინჟინერი იყო, ალექსანდრე ძალიან განათლებული კაცი იყო. დედა ელისაბედ ჭავჭავაძე უკრავდა ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, კარგად იცოდა ლიტერატურა. მათ 9 შვილი შეეძინათ. ძალიან მაღალი კულტურის ხალხი იყო. ესეთი არტისტულები იყვნენ ყველანი ოჯახში. აი მაგალითად მათი უმცროსი ძმა, ვლადიმერი, რომელიც ლოცმანი იყო, ასევე იყო საბავშვო თეატრის დამფუძნებელი. მერვე შვილი და პირველი ვაჟიშვილი გახდათ კოტე მარჯანიშვილი და უფროსი და დედა თამარი, რომელიც წმინდანად შერაცხვის შემდეგ გახდა ღირს აღსარებელი დედა თამარი. 20 წლის იყო, როცა მოვიდა ბოდბის მონასტერში. აი მოსვლისთანავე გადაწყვიტა, რომ უნდა გამხდარიყო მონაზონი. 1902 წელს უკვე ხდება იღუმენია ამ მონასტრის. მეორეთაც აღიკვეცა მონაზონმა და გახდა სქი იღუმენია. რამოდენიმე წლის წინ უწმინდესმა გადაწყვიტა სინოდმა შერაცხა წმინდანად. როცა ეს ტაძარი ავაშენე და ამ ტაძრის მშენებლობაში აჩიკო გეგენავასთან ერთად ლაშა პაპაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. როცა უწმინდესმა დიდი ტაძრის აივნიდა, მოიხედა, ნახა თქვა ზუსტად აი ამ ადგილზე, რომ აქო ორი ეკლესია ააშენეთ. ვინც წმინდა ნინოსთან კავშირში არისო და რა თქმა უნდა პირველი თავში მომივიდა თამარ მარჯანიშვილი, იმიტომ რომ ჩვენი მონასტრის იღუმენია არის წმინდანი. ლაშა პაპაშვილმა აიღო თავის თავზე ეს 3 წლის იყო კოტე, მამა გარდაეცვალა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლის დროს ორკესტრში უკრავდა ტრომბონზე და გარდა ამისა აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიმნაზიაში ყველა სპექტაკლში. დედა გარდაიცვალა და იძულებული გახდა თავის და-ძმასთან ერთად ჩამოსულიყო ყვარელში. ყოველ საღამო ცხენზე ამხედრებული მიემგზავრებოდა თელავში რეპეტიციებზე და იქ უნდა სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. დიდ ძალივალი დაედო და ბანკმა აუქციონზე გაუყიდა ეს სახლი. წავიდა ქუთაისის დასში, როგორც მსახიობი და ითამაშა ყველა კახელისთვის, ყველაზე საყვარელი პატრა კახის როლი. 4 წელიწადი ამ თეატრში სხვადასხვა სპექტაკლები ითამაშა. გადმოვიდა თბილისის დრამატულ თეატრში. სწორედ ამ პერიოდში თბილისში ჩამოვიდა მივლინებაში მოსკოვის თეატრის მსახიობ ბარბოშობით იტალიელი ნაჯეჟდა ჟივოკინი შეუყვარდათ ერთმანეთი და მალე იქორწინეს. მათ 3 შვილი შეეძინათ, გოგონები და ვაჟი. გოგონები ადრე გარდაიცვალნენ. ვაჟი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდათ, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი და მეორე მეუღლე იყო უკვე მსახიობი ელენე დონაური. არაჩვეულებრივი ინტუიცია ჰქონდა. 4 წლის შემდეგ მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს და ისწავლოს. მაგრამ არა თეატრალურ სასწავლებელში, არამედ თეატრების მეშვეობით. მოედო მთელი მაშინდელი რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებს, პატარა ქალაქებს ყველგან დადიოდა. სახელგანთქმული თეატრალური ანტრეპრიზების მონაწილე იყო. მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოკიდა რეჟისორობას. ანუ მან ყველაფერი ისწავლა. როდესაც კითხეს როგორ გახდა რეჟისორი, მან უპასუხა რომ ცუდი მსახიობი ვიყავით, რეჟისორი გავხდიო. მოსკოვში ხატრში, ანუ სამხატვრო თეატრში მიიწვიეს თავად სტანისლავსკიმ და ნემიროვიჩ დანჩერკომ და იგი იყო ის ადამიანი, ვისაც ანდეს გორდონ კრეკთან ერთად ჰამლეტზე მუშაობა. და მე ამ თეატრში დადგა თვითონ სპექტაკლი. ჰამსუნის პიესა ცხოვრების ბრჭყალებში. ორი უდიდესი მსახიობი, კნიპერ ჩეხოვა და ყაჩალი. თამაშობდა მის ამ სპექტაკლში. ბოლოდნო წავიდა ამ თეატრიდან. სხვა მაგალითად ამ თეატრში დარჩებოდა ყველა ტყუილებით და ყველა სიბარდე. აი ყველაფერს იზამდა, რომ სამხატვრო თეატრში არა. ცეცხლში ბავშვური ბუნების მანიშნებელი. მას შეეძლო რაღაცა გაეკეთა, როგორც პატარა ბავშვი გააკეთებს რაღაცას და მე ისი ყოლებს, თქოს არაფრად არ აქვს. წამოვიდა და პირველი თავისუფალი თეატრი დაარსა მოსკოვში. ხდებოდა რომ ეხლა საჭირო არის ისეთი მსახიობების პოვნა, რომელთაც შეუძლიათ ყველაფერი, ანუ სინთეზური თეატრისკენ დაიწყოს სვლა. უნდა ეს ყოფილიყო თეატრი, რომელშიაც წარიმართებოდა სტუდიური მუშაობა, დაიდგმებოდა სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლები, ეს იქნებოდა დრამატული, საოპერო, ოპერეტები, პანტომიმები და ასე შემდეგ. და 1 წლის განმავლობაში მან ეს შეძლო. წყიდვალე იყო მის მიერ დადგმული ოფენბახის კომედია ჩვენიერი ელენე. პირველი მოქმედება მიდიოდა საბერძნეთში, მეორე მოქმედება მიდიოდა ლუდოვიკო მე-14-ის პერიოდის საფრანგეთში და მესამე მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში და ყველა მათგანი ლოგინში. ასეთი რამეები გაბედა. ამ თეატრმა სამწუხაროდ იარსება მხოლოდ
1 წელი. მაგრამ თვითონ ამ თეატრის არსებობას რუსული თეატრის განვითარების ისტორიაში ძალიან დიდი კვალი და მნიშვნელობა აქვს. 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და თბილისში რუსულ თეატრში დადგა ოიდიპოს მეფე. კოტე მარჯანიშვილს ესე იწვევდნენ სხვადასხვა ქალაქებში სპექტაკლების დასადგმელად. ის იმდენად უკვე ცნობილი საინტერესო რეჟისორი იყო. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. კოტე მარჯანიშვილი მიემგზავრება ფრონტზე, მას ნიშნავენ სანიტარული რაზმის უფროსად და გიორგის ჯვრით დაჯილდოებული მოუნდება ფრონტიდან. კიევში მას ნიშნავენ სოლოცევის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კიევში წავიდა იმ დროს, როდესაც იქ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ძალიან გაბედული კაცი თუ გაბედავდა იქ, რომ შესულიყო რაიმე გაეკეთებინა. გერტმანი, მახნო, პეტრიურა, თეთრგვარდიელები, წითელგვარდიელები გამს იმ სპექტაკლს, რომელიც სწორედ ასეთ ველზე ფეთქდება, სხვანაირად არ ფეთქდება. აფეთქა. დადგა ფუენტე ოვეხუნა, ანუ ცხვრის წყარო. ამ სპექტაკლში დევს ჰეროიკული სულისკვეთება. ეს სპექტაკლი რევოლუციური იყო. იმდენად საინტერესო ხდება ყველასთვის, რომ უკრაინის ხელოვნების კომისარი ხდება. შემდეგ კიევიდან პეტროგრადში მიემგზავრება, ახალ თეატრს დაარსებს. იქაც მიატოვებს ხოლმე საქართველოს ენდრება როგორც ჩანს და ჩამოდის ძალიან ცუდ დროს. 1922 წელს ამ დროს არსებობს დღევანდელი უკვე რუსთაველის თეატრი და მაშინ სახელმწიფო დრამის თეატრი. კოტე მარჯანიშვილი რო არ ჩამოსულიყო, ქართული დრამატული თეატრის დახურვაზე იყო საუბარი. არ გამოსდიოდათ სპექტაკლი, მაყურებელი არ ყავდა თეატრს, შეიკრიბა თეატრალური საზოგადოება და იმ კრებას ესწრებოდა კოტე მარჯანიშვილი და იქ თქვა რომ და ასეო გადაუწურავთ წყალს ამ ქართულ თეატრს. მე მას თხოვეს რომ მოდიო, იქნებ რამე დადგა. ამის მერე ვილაპარაკოთ, დავხურავთ თუ არა ქართულ დრამატულ თეატრს. და ისევე რას დგამს ფუენტე ოვეხუნას, ისევ ცხვრის წყაროს დგას. ცხვრის წყარო არის სოფელი და ამ სოფლის მაცხოვრებლები აჯანყდებიან უსამართლო მმართველის წინააღმდეგ და იმარჯვებენ. იდგმება 22 წელს, 25 ნოემბერს შედგა ამ სპექტაკლის პრემიერა, როდესაც უკვე გასაბჭოებულია საქართველო. ძალიან თამამი ნაბიჯი იყო. და ეს თარიღი უკვე ქართული თეატრის ისტორიაში არის როგორც ახალი ეტაპი ქართული თეატრის განვითარებაში არსებულ ტენდენციებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული უკვე თანამედროვე ესთეტიკის რეჟისურა. სცენები მასობრივი. გარდა ამისა, მიაჩვია მსახიობებს დისციპლინა. მე იქნება აქ წიგვალი სპექტაკლი, იქნება ოტელო. აი თუნდაც ის ერთი სცენა რა დღის, როდესაც ოტელო გართხმულია მიწაზე და მას შანგიჩხეიძე თამაშობს იაგო, დადგება ორივე ფეხით კერძზე და მერე ვახტანგ ჯავკენია მას გაიმეორებს. ხდება რომ რაღაცებს ვერ შეწინააღმდეგებით, სამაგიეროდ სათაურებს უგონებს ისეთ სპექტაკლებს, სადაც სათაურში აღმოჩნდება ყველაფერი. ერთი არის მზის დაბნელება საქართველოში და მეორე გაზნეურობრივ დაბიო. კოტეს ჰქონდა უნარი მსახიობში დაენახა განევითარებინა მონაცემები, როდესაც გადაწყდა რომ კოტე მარჯანიშვილი დადგამს ჰამლეტს, ყველა ვინც მოღვაწეობდა ამ თეატრში მსახიობი ელოდებოდა რომ ჰამლეტს ვის ამბობს. გააკეთა უცნაური ამბავი. მასიურ სცენაში დგას უშანგიჩხეიძე. დაიბარა უთხარ ჰამლეტი უნდა გათამაშო მე შენ. და ეს ყველასთვის შოკი იყო. ჰამლეტიც ხო ის ნაწარმოებია, რომელშიც დაწყევილი კითხვებზე უნდა გასცებას და მაშინ სწორედ ყველაზე მეტად დგას საქართველოში დაწყევილი კითხვები, რა ვქნათ. როგორ გავაგრძელოთ სიცოცხლე? იმიტომ 1924 წლის აჯანყება მოხდა და ყველა ვინც კი შეიძლებოდა რომ მომკვდარიყო მაქვს, ან დაწავიდა ემიგრაციაში და ან დაწავიდა სულიერ ემიგრაციაში. ჰამლეტი მისთვის აღარ არის პრინცი, ოჩო ფეხებზე შემდგარ პირიქით დაწია და დაწია დაუახლოვა დარბაზს. იმიტომ რომ მიანიშნა რომ ის დრო შესაძლებელია თქვის შორისაც არის ის ჰამლეტები, რომელმაც ასეთ კითხვებზე უნდა გასულიყო. სხვა გამოსავალი არ აქვს, ხო? ან ვიცოცხლოთო, ან და შევებრძოლოთ ბეტრიკულ ბედს. ამას რასაკვირველია ჰამლეტი აკეთებს. რუსთაველი თეატრში რომ მოღვაწეობდა, პარალელურად ოპერის თეატრში მოღვაწეობდა. დადგა აბესალომ და ეთერი დაისი, ვაგნერის ლოენგრინი და სხვები. ის ცდილობს აღზარდოს თავისი მსახიობი. ამიტომ თანამ დაიწყო საერთოდ მუშაობა ამ თეატრში, მანამდე გააკეთა ორი სპექტაკლი, ზეთამზე და ხანძარი. არავერბალური ენით გადმოცემა თავისი სათქმელისა საქართველოს სათეატრო ფიცარნაგი და პირველად შემოიტანა კოტე მარჯანიშვილმა. და
იმიტომ გყავს ესეთი მსახიობი. იმიტომ არის შესაძლებელი, რომ შემდეგ მას მერე ვინც დარჩება რუსთაველის თეატრში და ეს იქნება სანდრო ახმედელი გააკეთოს ისეთი სპექტაკლები, სადაც ცეკვას, სადაც მოძრაობას ექნება უდიდესი ნიშნობა, რომ ასეთი მსახიობები გაზარდა და დატოვა. სანდრო ახმეტელი მისი გზის ღირსეული გამაგრძელებელი იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე. მათ ერთობლივათაც ჰქონდათ სპექტაკლები. დურუჯი როცა შეიქმნა 24 წელს, კოტე მარჯანიშვილი დურუჯი საპატიო თავმჯდომარეთაც იქნა არჩეული. კორპორაცია დურუჯი შექმნეს სწორედ იმ მსახიობებმა და სანდრო ახმეტელმა და საპატიო თავმჯდომარე იყო კოტე მარჯანიშვილი. დურუჯი დაარქვეს კოტეს საპატივსაცემლოდ, რადგან ყვარელში ჩამოდის მდინარე დურუჯი. და კოტემ ძალიან დაიცვა ეს ახალგაზრდები სხვების თავდასხმებისგან. მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ ცოტა მეტი უფლებები აიღეს თავის თავზე დურუჯელებმა და გაუქმდა ეს კორპორაცია. მე როგორც ხდება ხოლმე, როდესაც ორ გენიოს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. იქ მოხდა განხეთქილება სანდრო ახმეტელსა და კოტე მარჯანიშვილის შორის, რომ არ მომხდარი იყო ეს შესაძლებელი მაინც ასრულებო თეატრი, იმიტომ რომ ახალი რაღაცები ჭირდება. მაშინაც კი, როდესაც მას ზღუდავდნენ, მის არსებობას ხელს უშლიდნენ, ის მაინც ამოწევდა თავს. კოტე როდესაც გაუშვეს რუსთაველის თეატრიდან, მან დაიწყო ფილმების გადაღება. შექმნა 6 ძალიან საინტერესო ფილმი 4 თუ 5 წელიწადში. უпроსტოდ 5 ფილმი, თორემ არ ვიცით, ქარიშხლის წინ, რომელზეც უბრალოდ ზეპირი ინფორმაცია გვაქვს. სამანიშვილის დედნაცვალი, გოგი რატიანი, კრაზანა, კომუნარი, ჩებოხი და ამოკი. სხვადასხვა ჟანრში ეს ფილმები გადაღებული. რამდენი წელია გასული და ის რაც მარჯანიშვილმა გააკეთა დღესაც არსებობს. ეს არის კინოს მთავარი ნიშნები. როგორ მოძრაობს გამოსახულება, როგორც შიდა კადრული მოძრაობა და მოძრაობა, რომელიც დაფიქსირებულია გარედან, რომელიც ხედებით აფიქსირებს ის მსახიობს, როგორ იყენებს განათებას იმ მწირი შესაძლებლობებით, როგორიც არსებობდა მაშინ ნებისმიერი სხვა კომპონენტის მინუსებს აქცევს პლუსად და მხატვრულ ხერხებად ძალიან ბევრი რამ გააკეთა წმინდა კინომსახიობის პროფესიის ჩამოსაყალიბებლად. გოგი რატიაში უნიკალური კადრებია. ყველაზე ძვირფასი სცენა მთელ ქართულ კინემატოგრაფში. ცისფერ გალერეას რო ეძახით, ეროვნული გალერეის კიბეებზე, როგორ დგანან ტიციან ტაბიძე, კოტე ფოცხვერაშვილი და ალექსანდრე წუწუნავა. ზუსტად ყვებოდა რა რეალობა დაუდგა 20-იანი წლების საქართველოს. უბრალოდ ის ამბები იყო გადატანილი სხვა პირობებში. ფაქტი ერთია. ის მაგია, რომელიც მის ფილმებშია, ახსნასაც არ ექვემდებარება. იყო თამარა ჭავჭავაძის დაბადების დღე და იქ მსახიობებმა შესთავაზეს მოდით ახალი თეატრი შევქმნათ. კოტემ აიტაცა ძალიან ეს იდეა და მართლაც შექმნეს ახალი თეატრი. ეს იყო მეორე სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. და რადგან ქუთაისი იყო და საგასტროლოდ ბათუმსაც მოიცავდა, ქუთაის ბათუმის თეატრადაც მოიხსენიებდა და იქ შეიქმნა მთელი რიგი აი საეტაპო სპექტაკლები. დაიწყება ორიელა კოსტა, ვარვარე თუთაბერი, გაგალგულში, ბეატრიჩე ჩენჩი. მე ჩამოდიან თბილისში და თურობს მოახდინე. პირველი სპექტაკლი, რომელთაც გაიხსნა ქუთაის ბათუმის თეატრი, იყო ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ. თითქოს მოვხდით. არაფერიც არ მოვხდით. აი ცოცხლები, ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ. ეს არის ექსპრესიონისტული პიესა, ერსტოლერის მიერ დაწერილი. აი რა იყო მნიშვნელოვანი სცენაზე, რამდენიმე სივრცეში ერთდროულად მოქმედების განვითარება. სხვათა შორის ბათუმში შედგა ურიელ აკოსტას პრემიერა. გუცკოვის პიესის მიხედვით დადგმული, მათემატიკური სიზუსტით გათვლილი იყო ყოველი სცენა, ყოველი ეპიზოდი, ამავდროულად საოცრად დიდი ემოციური მუხტის შემქმნელი. საოცარი სილამაზის, საოცარი კონცეფციის მატარებელი სპექტაკლი იყო. ყველაფერს თავის დეკორაციით, სამსახიობო შესრულებით, ფანტასტიკური სცენოგრაფიით. და ურიელ აკოსტამ დროს გაუწია. წვილები გაჩნდა უკვე ხო თაობების ულიელები და იფტითები. ეს შენობა, რომელიც ახლა უკვე არსებობს, როგორც მარჯანიშვილის თეატრი, მაშინ იყო ზუბალაშვილების მიერ შექმნილი სახალხო სახლი. და მერე ზუბალაშვილმა საჩუქრად გადასცეს კოტე მარჯანიშვილი. უკვე 30 წელს
ქუთაისიდან გადმოვიდნენ თბილისში. მთელი თბილისი ღელავდა საშინლად, თქვენს ასკდებოდა უგრის ვირთი, ერთი იყო სანდრო ახმეტელისები, მეორე ნიკოტე მარჯანიშვილისები, ორი გენიალს. იმხელა კონფლიქტი იყო და იმდენად მტკივნეული. წლების მერე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები რუსთაველზე იმ მხარეს არ დადიოდნენ, საით მხარესაც რუსთაველის თეატრი. ეს არის 30-იანი წლები საბჭოთა კავშირი. მისი დადა იჭირეს. ღირს აღსარებელი დედა თამარი გადაასახლეს ციმბირში და ძალიან ბევრი იწვალა. კოტებრო და გამოეხსნა. ეს არაპატიეს მის მოწაფეებმა 60 წლის იყო, როდესაც მას უკვე მოხუცი უწოდეს, გამოშტერებული და აი ამ თავისი მეორე დაარსებული თეატრიდან მის ცხოვრებაში ურთულეს პერიოდში გააგდეს ისე, რომ მან ფული ისესხა იმისთვის, რომ მოსკოვში წასულიყო. სწორედ ამ პერიოდში რუსეთში მიიწვიეს შილერის დონ კარლოსი უნდა დაედგა და შტრაუსის ხამრა ოპერეტის თეატრში. და აი მოსკოვში მისი ნაცნობი მეგობარი იყო ლუნაჩარსკი, რუსეთის კულტურისა და განათლების მინისტრი. აღდგომა დღეს ლუნაჩარსკისთან არის დაპატიჟებული და ლუნაჩარსკისთან მთელი ღამე თამარის ამბავზე საუბრობენ. ლუნაჩარსკიმ ასეთი სიტყვა მოუტანა მარჯანიშვილს. Орджоникидзисаган. Передайте товарищу Марджанову, пусть он забудет, что у него есть сестра. Ამ სიტყვების შემდეგ სასტუმროში რომ მიემგზავრებოდა კოტე, მას სისხლი ჩაექცა ტვინში და იქ გარდაიცვალა. 61 წლის ასაკში მის ხედავს კრემაცია გაუკეთეს და ფერფლი ჩამოასვენეს საქართველოში. და ის ადამიანები, ვინც აქედან გააგდეს კოტე მარჯანიშვილი, მერე მის კუბოს თავს ურტყამდნენ. დაკრძალეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში, ხოლო 1964 წელს გადაასვენეს მთაწმინდაზე. თამარს ძალიან დიდი ხანი უმალავდნენ და მერე უთხრეს და რა თქმა უნდა ძალიან განიცადა და ლექს მიუძღვნის. და ახლა უკვე ნათლად მზერენ შენი თვალები, რომ ამაოა ქვეყნად ყოველი, რომ მიწისაგან ზეციური მშვენიერება შორსაა ძლიერ. სილამაზეს ჩვენ იქ მოველით. აიც ეს პატივისცემა და სიყვარული აი სულ ჩანს მათ ურთიერთობაში. კოტე მარჯანიშვილი იყო ძალიან ბედნიერი კაციც და ძალიან უიღბლო კაციც ერთად. უიღბლო იყო, იმიტომ რომ სულ პატარა იყო, როდესაც აღარც დედა ყავდა, არც მამა. კოტე მარჯანიშვილი იყო ძალიან იღბლიანი კაცი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი კაცი იყო. კოტე მარჯანიშვილი იყო ძალიან ბედნიერი კაცი, იმიტომ რომ ბევრი თეატრი შექმნა, მაგრამ თეატრმა უალადა. არ დააფასეს ჩვენთან, არ დაუფასეს ის დიდი შემოქმედება, ის ამაგი, იმიტომ რომ უმადურები იყვნენ, მართლა უმადურები იყვნენ. მან შექმნა ის 500-მდე სპექტაკლი აქვს დადგა. მისი გარდაცვალების მერე მეორე სახელმწიფო დრამის თეატრი გახდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი. აი კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნის ის საოცარი გამოთქმა, რომ ხელოვნების მთავარი მიზანი რა არის, ადამიანს მიანიჭოს ბედნიერება და შთაბეროს გამბედაობა და მისი შემოქმედება აი ამ პრინციპებს ემსახურებოდა ზუსტად.